დაგურჯებული ვარ ყველგან. ამ ადგილს ფაქტობრივად დავასტუკეთ. გათენდა თუ არა, ეგრევე ჩიქავთ უგ და მივდივართ. ალბათ სადმე ქალაქში რამეს ვნახავთ, თუ აქვთ საერთოდ ამ ქალაქში რამე. და მივდივართ საჭმელად. ხარბუში ძალიან ლამაზ ადგილს. ჩვენ ხო მწვერვალზე ვიყავით და ტბა არის. ავაჩერეთ მანქანა პარკინგზე, სადაც ღირდა 4 ევრო და მთელი დღე ღირდა 4 ევრო. საკმაოდ ლამაზი ქალაქია. ფრანუის ნაყინი ვიყავე. ფრანუია შეგენთ. ფანგამერია. ცენტრალური ქუჩები. მეორე ადგილზე მოვედით, სადაც მე შევჭამე, იმიტომ რომ იქ არის დიდი არჩევანი ვეგეტარიანული. ეს არის flat white. ამ ბოლო დროს ყავის მადავიწყე და არ ვიცი რატო. აქამდე არ სავსვამდე. მომჟაუგემო შევყვეთე ავოკადოს ტოსტი. ამას არაფერი არ მოწონს. ესეც ჩემი საუზმე. მივდივართ ტბისკენ, რო ცოტა გავისეირნოთ და შემდეგ წავალთ ალბანეთში. სადაც დაგვჭირდება დაახლოებით 4-5 საათი. პატარა ქალაქია, მაგრამ ლამაზი არის. ასე იყო ბურგერის არომატით, მაგრამ რატო არ გადაიღე? რაღაც საზიზრობა იყო და თითქოს აი სუფს ჭამდი. ყველაფერი მოწესრიგებულია. შემოდგომა რომ შემოდის, არის ულამაზესი. ძალიან განვითარებული კაფეებია და TikTok-ზე შემოხვდა ყველა. და ესეთი ტბა არის იონინაში. არის პატარა ქალაქი, ძალიან განვითარებული. ყველგან ლამაზია, მე ყველგან მომწონს აქ. საერთოდ არ გეგმავდით ამ პატარა ქალაქში ამდენი ხანი გაჩერებას, მაგრამ იმდენად მოგვეწონა, რომ შემოვჭით. 4 საათი უნდა ალბანეთის იმ ქალაქამდე, სადაც ჩვენ მივდივართ. ცოტა გავისეირნეთ, ეხლა მივდივართ მანქანისკენ, რო უკვე დავიწყოთ. დაგურჯებული ვარ ყველგან. ტუტიდან რო გადმოვხდი, მაგის ბრალია. ეს ხელი გაშლილი მქონდა და ცოტა ჩამოვარდი. რო შეხედო, კაი ნაცემი ეგონება კაცი. ლაშემ შევკვეთა დამატებით ბურგერი, იმიტომ რომ არც ის არ იყო იქ რაც ჭამა და მოგეწონა? მაგრამ უფრო კაი არჩევანიც იყო, მაგრამ შევიჩხეთ. საბერძნეთშიც ყოფილა ნუსახურკარო ძაღლები. გაგვიწევინდა. მარიამს უსწრებს რომ შევიდეს აქედან, იმიტომ რომ ისე კარგად დააპარკინგა მანქანა, რომ თავის კარებს ვერ აღებს. რა შვები? ძელი. რა ხდება გარეთ უბრალოდ? ნელა, რა ხდება გარეთ? არაფერი არ ხარ. ძალიან სიგიჟე იყო. 5 წუთიც ისეთი საშინელი ამიტი იყო და ეხა გამოვიდით. აგეთ მზემ გამოანა. და ჩამოვედით ალბანეთში. დიდი ხანი კი ათვალიერეს პასპორტები, მაგრამ გამოგუშვეს მარტივად. და ალბანეთში დავხდა ესეთი მზიანი ამიტი. ისეთ გზებზე დავდივარ. ლამის არის გული წამივიდეს. საჭესთან ვარ და მაინც გული მერევა. ვლორეში შემოვედით თუ არა? ჩვეულებრივ საქართველოა. ხალხს რო გაიცნობ, უკვე საქართველოა. პარკინგის ადგილის მოძებრას რო დაიწყებ, საქართველოა. აპარტამენტი დავჯერხნებ პარკინგით. მოვედი და პარკინგი არ არის. იმან მომწერა რომ მაცადეო, მოვდივარო, აქო შენო ვის ურჩევო საქმეებსო. რა ის პარკინგი არ არისო და მოვიდა თუ არა ზუსტად 5 წუთში გავიდებ რაღაც მანქანა და დამაყენებინა იქ. აპარტამენტი არის ძალიან დიდი, 110 კვადრატული მეტრია. ეს არის მისაღების სივრცე, სამზარეულო 1 2 და აქ არის აბაზანა. აქ რომ მიდიხარ ახლა, მითხე რომ არ არის საქართველო. გამოვასეირნებ ბავშვ